ეს ამ კაც სახელმწიფო საიდუმლოებაზე მიუწვდებოდა ხელი საქართველოს გენერალური პროკურორი იყო არ დაგვაუწეს ბოტასის ქურდი დანიშნეს თავის დროზე ხო წარმოდგენა არ ქონდა რომ შესაძლოა ამ ადამიანს პირდაპირ კავშირი ქონოდა რუსეთის სპეცსამსახურებთან უბრალოდ ბოტასი რომ მოპარული ქონდა ეს საქვეყნო ცნობილი ამბავი იყო მაგრამ მაინც პროკურორად დანიშნეს და შემდეგ უკვე წლების განმავლობაში ფაქტობრივად არაფორმალურად მართავდა პროკურატურას დღემდე მისი მოადგილეები და მის მიერ დაწინაურებული ხალხი მაღალ თანამდებობაზეა პროკურატურაში ეს აჩვენებს სისტემურ პრობლემას საქართველოს სახელმწიფოსთვის ანუ ესეთი ადამიანები თია წულუკიანი იუსტიციის მინისტრი რო იყო ფარცხალაძე იყო პროკურორი ანუ წარმოგიდგენიათ მასშტაბი და დონე რუსული აგენტურული ქსელის მე ალბათ არ გაგვიჭირდება დავძაბოთ გონება აი დავძაბეთ გონება და გავიხსენეთ 14 წელია მთავრობაშია რუსული ხელისუფლება არც ერთი რუსი აგენტი დაკავებული არ არის პასუხი მარტივია ეხლა თავისავს ხო არ დაიჭერდა ფარცხალაძე ან ეხლა თიაწულუკიას ხო არ დაიჭერდა იმიტომ რომ რუსეთის აგენტობა რას ნიშნავს ცით ალბათ ზოგი ამოსე პირდაპირ კავშირი არა მაგაცო ეხლა მე და ისინი ასრულებენ და აკეთებენ რუსულ საქმეს და არიან კონკრეტული პერსონები რომლებიც კონკრეტულად უკვე კავშირზე არიან არ მალავს ხო რომ ამბობთ რომ ბოტასი პარია ფარცხალაძე კორუმპირებული შეგახსენებთ ის პროკურორებიდან რომ გადადგა ფარცხალაძე რომ გაუშვეს ხო ზუსტად ერთ დღეში არაერთი სიუჟეტია გაკეთებული 3 მილიონი ლარის ქონება დაირეგისტრირა ერთ დღეში მოხდა წარმოგიდგენიათ ოფიციალურად რაც გაიფორმა ერთ დღეში საჯარო რეესტრიდან ამ მონაწერები ვაჩვენეთ მაშინ და იყო საგამოძიებო ჟურნალი ამას იცავდნენ მაინც ფარცხალაძეს მე იყო პანდემიის პირობებში რომ ეგრეთ წოდებული ნარუშილოკი დადიოდა ხო ვიცით ასევე კოლცენტრებთან დაკავშირებით რომ ეს ადამიანი კრიშავდა და სხვა ბევრი ბიზნესი მათ შორის რკინიგზაში მისი ასე ვთქვათ ხელი ძალიან ბევრი კორუფციული სქემებია დალაგებული თუმცა ასე ღია დადის ეს ადამიანი ვითომ არაფერი არ ხდება ის ხალხი აგძელებს მე იცი რა მინდა თქვენ თქვით რომ გახარია მყავს მე მართლა მაინტერესებს მინისტრი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო პრემიერი იყო და კითხეთ ფარცხალაძის შესახებ ისო თანამდებობაზე იყო ფარცხალაძე როგორ იყო გაბლატავებული ჭყალებში ანუ რა მათ არ ქონდათ რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობა მაგრამ ლეგიტიმური შეკითხვა არ არის ფარცხალაძესთან რომ მუშაობდნენ ანუ იგივე გახარიას გაგძელება ის ქალბატონი მის პროკურატურაში რომ მუშაობდა კითხვები არა აქვს აი წულუკიანი ხა საგამოძიებო რაღაცა რო აქვს შექმნილი სიგიჟე სრული წულუკიანთან ლეგიტიმური შეკითხვა არ გვაქვს რომ რუსეთის აგენტი და არ მალავს ეს კაცი ხა ფარცხალაძე და მოდი პირდაპირ ვთქვათ რომ ნაკლები პრობლემა გვაქვს არ მალავს არაფერს რომანოვაც ვარ აგენტიც ვარ აგენტ გაიკეთა ის რაღაცა გულზე დაიბნია წითელმო ანუ ეს კაცი არის რუსი ოღონდ პრობლემა გვაქვს ჩვენ რომ ეს კაცი სახელმწიფოს მაღალ თანამდებობაზე იყო და დღესაც ერევა სხვადასხვა თანამდებობის პირების დანიშვნა მოხსნაში და სხვადასხვა მაფიოზური გავლენები აქვს საქართველოში ეს არის პრობლემა და ამ ადამიანზე გომელაური მაგალითად დღეს მინისტრი რო არ უტყდება რომ რუსებმა არა უნდა უტყდებოდეს გომელაური მისმა მოადგილემ ამხილა რომ რუსი გენერლებიო ბორტნიკოვი და ასე შემდეგ ჩუმად ჩამოყავდა საქართველოში გოგაშვილი დღეს ციხეში რო გამოკეტეს იმიტომ რომ არ მოეწონათ რომ ხელისუფლებაზე რაღაცა რამდენიმე წინადადება თქვა გოგაშვილი ხო მათი წიაღიდან მოსული ადამიანი ალბათ მასზე უფრო ბიძინისტი და ივანიშვილის მომხრე არავინ არ იყო მისმა მოადგილემ თქვა რომ ესო ბორტნიკოვს დაათრევდაო და ემა ხაჭაპურებს აჭმევდა რესტორანშიო რუს გენერალს ჩუმადო გომელაურძია ლაპარაკი და ეს კაცი დღეს კიდე რავი თავი მინისტრად წოდებულია მიუხედავად იმისა რომ მაგნიცკის სიაშია და ერთის მინდა განახოთ აი ფარცხალაძეებზე და ამ ხალხზე რომ საუბრობთ ხოლმე არ და ესა ცალცალი კალოშით მართლა რა ეს გამოთქვა ცალცალი კალოშით მოვიდა თუ მართლა ცალცალი ფეხსაცმელით ვინმე მოვიდა მთავრობაში იყო გომელაური ეს ეხა რენდერზე მიჭირავს მისი სახლი ბევრად უკეთესად გამოიყურება თქვენ საგამოძიებო ჯგუფ TV პირველისაც გადაღებულია გომელაურის სახლს გაჩვენებთ ვარკეთილი სამის პირველ მიკროში ცხოვრობდა ოროთახიანში საკმაოდ მოგზალებულად ვარკეთილში დავიბადე გავიზარდე იქ ცხოვრობა ახლაც და კარგად ვიცი საცხოვრო და რა პირობებში ოროთახიაში ვარკეთილში აი ეს სასახლე როგორ აიშენა რომელიც მილიონებად არის შეფასებული ერთ სახლს გაჩვენებთ რომელიც მივაგენით მისი მეუღლის სახელზე გაფორმებულ და მხოლოდ ერთს აი რომელიც რეესტრში გაატარა რამდენი არაა კიდე გატარებული და ბეთლაივში წილი და ბაუმაისტერებში და ასე შემდეგ ანუ სხვადასხვა სათამაშო ბიზნესში რო წინა აი ეს სახლი როგორ ააშენა აი ეს სახლი რანაირად ააშენა კითხვა არ არის ლეგიტიმური შეკითხვა არ არის აი ეს სასახლე როგორ ააშენა იმან რა ქვია ცალცალი ფეხსაცმელის მოსულმა გომელაურმა 5000 ლარია მინისტრის ქონება და ფარცხალაძეზე ვსაუბრობთ ერთს მაგასაც განახებთ ანუ სასამართლოში საკმაოდ სერიოზული გავლენები აქვს ფარცხალაძე აი ერთ-ერთი მოსამართლის სახლია ბევრი მაგ ასეთი
ბევრი დისერტაციას დავიცავ, ეს აუზია, აქით აუზი, აქით რაღაცა სამსართულიანი სახლი. ესე ცხოვრობს ეს ხალხი. ამ დროს მოსახლეობა გაჭირვებულია და ყოველდღურად უყურებთ ამ უბედურებას, რომ აი მე ვიღაცა რუსის აგენტი, რუსის ჯაშუში, ანუ არ დაგვავიწყდეს 2012 წელს ხელისუფლებაში რომ მოვიდა ეს ხალხი, პირველი რაც გააკეთეს იყო რუსეთის ჯაშუშები გამოუშვეს როგორც პოლიტპატიმრები. ჩახალიანები, შკრილნიკოვები, ის კი არა, ჩატაევი ყავთ, ტერორისტი გამოშვებული, რომელიც მე შემოვიდა, ხო? ჩატაევი გამოუშვეს, ანუ ესეთ ტერორისტები რო გაათავისუფლეს და პოლიტიკური სარჩული მიადეს იმას შკრილნიკოვს, ეს ხალხი ტრისტან წითელაშვილი თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთისო ისო რა ქვია რაღაცა შეკრება რო ქონდათ, ხო? კალადის ვიღაცა სიძე, მთელი რუსები და იქ ტრისტან წითელაშვილიც იყო. ტრისტან წითელაშვილი ხო არ დაგავიცდათ, თავდაცვის მინისტრიო იყო ერთი კონკრეტული ადამიანი. თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე რო შეიყვანეს. ხვდებით რამხელა ზღვა მასალაა გადაცემული ჩვენი მტერი სახელმწიფოს და დღესაც როგორ ტრულად განწყობილი აგენტურული ქსელია საქართველოში აწყობილი. ამიხსენით ფარცხალაძის პირობებში რომ არა ფარცხალაძეს გაგიგიათ რომ აი წულუკიანი ამბობდეს რომ ვინმე უნდა გამოვიძიოთ. აი ალო და ხუდუშაო რო იჭიმება იქ. აი რომ ამბობს ფარცხალაძეს კითხვა დაუსვამთ. ეს კაცი მათი პროკურორი იყო კაცო მთავრობაში მთავარი სულსაც ვერ ამბობენ. ერთი აბა გადაკრული თუ მაგარი ბიჭები არიან თქვენ ფარცხალაძეზე. კიდევ აბა ფარცხალაძეს რა უნდა მოვკითხოთ კაცო ღია დაკეთებს ეს კაცი მაგრამ ვინც დღეს ხელისუფლებაშია მოკალათებული აბსოლუტურად რუსული ჯაშუშური ქსელია აწყობილი ბიძინა ივანიშვილს აქვს და ჩვენ და საუბედუროთ უკანასკნელი 6 თვეა საუბარი რაზე გვიწევს ხო რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ევროპაში არ ელაპარაკებია ქვეყანა გომელაურს რო არავინ არ ელაპარაკება გურიაში ჩადის ხოლმე რომ ოფიციალური ვიზიტით მე არ გამოვიწყავ რეგიონებში ეგრეთ წოდებული შლაგმოუნები დააყენონ რომ რაღაცა ის გააკეთონ რომ აი რაღაცა გადალახეს იმიტომ რომ ქვეყნის გარეთ ვეღარ გადიან ჩაკეტილია აბსოლუტურად ჩაკეტილ სივრცეში უწევთ მოძრაობა კი ბატონო და ლევან მოდით გადავიდეთ ეხა სწორედ იმ ნაწილზე თუ აი როგორ უნდა მოხდეს აი ივანიშვილის და აი მისი ამ როგორც თქვენ აღწერთ პრორუსული გუნდის ხელისუფლებიდან გასტუმრება თქვენ წარმოადგენთ ერთ-ერთ მსხვილ პოლიტიკურ ძალას და აი როგორ უყურებს თქვენი პოლიტიკური ძალა როგორ ხედავს ივანიშვილის დამარცხების გზას ყველაზე რეალურ სცენას აი რომ წარმოიდგენთ ხოლმე დამარცხებულ ივანიშვილს რას ხედავთ ანუ როგორ ხდება მისი დამარცხება და აქვე მინდა გკითხოთ ჩვენ ნახეთ მე წავიკითხო უბრალოდ კობახიძის კომენტარი 26 მაისთან დაკავშირებით ფეხი არ აუცდეთო ზურაბიშვილს და კოლექტიურ ნაციონალებს აქაც რაღაც თქვენ გახსენათ ჩვენ ნახეთ 9 მაისის აქციაც ევროპის დღეს სხვათა შორის სადაც მიხეილ სააკაშვილის ბანერების გამოჩენა ძალიან დიდი დისკუსია მოჰყვა და ამ ნაწილშიც თუ გინდათ რაიმეს თქმა აუცილებლად მოგცემთ დროს წინ გვაქვს 26 მაისის აქცია ეს აქციები თარიღები როგორ ვამარცხებთ მოკლედ ბიძინა ივანიშვილს ისევ ამ ნაწილს მივუბრუნდები კითხვის. ჩვენი ტრაგიკული კიდე რეალობა რაში მდგომარეობს, რაღაცა კონკრეტულ თემებს შემოაგდებს ხელისუფლება, რაღაცა პროვოკაციებს მოაწყობს და მე გვიწევს მსჯელობა, ლაპარაკი სერიოზულად და ამასობაში გაიღვიძა ადამიანმა დილით ადგა პირველი პრობლემა. ტელეფონს უყურებს ბანკიდან სესხისვალი უნდა მოვიდეს, გაასახთელია კომუნალური უნდა გადაიხადოს, ამაზე არავინ არ ელაპარაკება. რომელ არგზეც არ უნდა ჩავთოთ ხელისუფლება ისეთ ნერვულ სიტუაციას ქმნის არის დაჭერა, მოკვლა, დაჭრა, მკვლელობა, არ ვიცი, უსამართლოდ მიუსაჯეს, აგერ 18 წლის ბიჭი მოკლეს, მაგალითად ყელი გამოჭრეს გუშინ. ყელი გამოჭრეს გუშინ ერთ-ერთ რაღაცა კლუბში 18 წლის ბიჭს. 3-4 დღის წინ ყელი გამოჭრეს ვაგზლის მოედანზე შუახნის მამაკაცს. დღისით, მზისით ყელი შაურმის დანით გამოჭრეს ყელი. რამდენიმე ერთი კვირის წინ თქვენ ეთერში სიუჟეტი ვნახე ხარებას გედედეს თანამშრომლებმა მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი. ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს და დაკავებულები არ არიან გედედეს მოქმედი ხარებას თანამშრომლები არიან რომელიც მე სავარაუდოდ ჩვენ გვარბევენ კვლელობაში ოჭმედანილი ხალხი თავისუფალია. ყოველ დღე არის ყელში და ყელი გამოჭრეს, მოკლეს, სემეს, არ ვიცი იქ მარნეულში თხრილში ადამიანი ჩავარდა, იმიტომ რომ ვიღაცა კორუფციულად ფულს შოულობდა. ბავშვი გარდაიცვალა დოქებთან, იმიტომ რომ კალაძე და ხიდაშელი და ბესენი კორუმპირებული ქურდები არიან. იქ ბათუმში ცილეწლოვანი ბავშვი მოკვდა, იმიტომ რომ ვიღაცამ ლენტი გაჭრა და მერე ფეხებს დაიგდა და ბავშვები მოკვდნენ. ახალგაზრდებს ყელი გამოჭრეს. ყველა დღე ეს პრობლემებია. უსაფრთხოება საქართველოს მოქალაქეს დაცულობა არის ნულის დონეზე. ქვემოთ
ყველა დღე გვაქვს ეს მძიმე გავიღვიძებ ტელევიზორს ჩავთავთ, ვიღაცა მოკლეს, ვიღაცა დაიჭირეს, ვიღაცას ბრალი წარუდგეს და ყოველდღიურ საჭიროებებზე ადამიანები გაუბედურებიან. დაღლილების ხედან, ისი ტელევიზორის ჩართვა არ უნდა ადამიანებს, ან უნდა გამესმის ჩვენი პრობლემები ყოველდღიური ამ ადამიანებს მართლა უდგათ გადარჩენისთვის იბრძვიან ადამიანები. ოფიციალურად აიღეთ 100,000 150,000-მდე სოციალურ დაუცველი ბავშვია 18 წლამდე შია ადამიან შია დედამ და მამამ რომ გაიღვიძა პირველი რას ფიქრობს შვილს როგორ აჭამოს და პრობლემა აქვს რომ შვილს აჭამოს მე კომუნალური გადაიხადოს არ შეცირდეს რაღაცა ელექტროენერგია ქონდეს წყალი ქონდეს მე გავიდა ბანკში ესე იგი კაბალურ პირობებში სესხი უნდა აიღოს გამოიტანს 1000 ლარს გადაიხადოს 3000 ლარი საწვავი გაძურებული მაღაზია შევიდა პროდუქტი კიდე უფრო ძვირი ოღონდ ამ თემებზე არ ვილაპარაკოთ რაც ხალხს ეხება და ისინი ყველაფერს აკეთებენ რას მაგალითად აი ნანუკას ფონდზე აი სისხლის სამართლის საქმე დავიჭიროთ ფონდს რატო შეუვარდნენ რომ ჯარიმები არ გადაუხადონო აი ეს 500 ლარიან ჯარიმას რო უწერენ ადამიანებს რომ მაგენ რომ დავაყადაღოთო ეგენი და უნდა მოკლდნენო ეგ ხალხიო ანუ ათასობით ადამიანს რო 500 ლარი ჯარიმას უწერენ ფონდი რომელიც უხდის რომ ბანკმა რამე არ დაუყადაღოს ამასო ნუ ეგო დანაშაულიაო ეს ამდენი ადამიანი უნდა დაიხოცოს მშიერიო ანუ ამათ არანაირი შერიგება არ უნდათ საქართველოს მოქალაქეებთან და თქვენი კითხვას უბრუნდები როგორ უნდა დავამარცხოთ პირველი ერთიანობი და მე აგერ თქვენი ეთერის მეშვეობით ვიტყვი რომ უახლოეს პერიოდში ალბათ მაქსიმუმ 2 კვირის აი თვის ბოლოს მე მაგალითად ხო ვისთანაც არის ლაპარაკი პაატა პურჭულაძის ფორმატში არის საკმაოდ კარგი ერთიანობაზე ასე ვთქვათ საუბარი მიდის დისკუსია გაიხსნა და კარგია ნუ ვიღაცა არ ღებულობს მონაწილეობას და იქ შემდეგი სტუმარი ყავ და იმათ კითხეთ ვიღაცა ღებულობს მაგრამ შიგნით სხვა რამეს ამბობს და გარეთ სხვა რამეს მე აგერ ვპირდები მაყურებელს მაისის ბოლოდან უკვე ჩვენ როცა ვფიქრობ რომ მობილიზებაც უნდა დავიწყოთ მნიშვნელოვანია რომ გადამწყვეტი ბრძოლისთვის მოემზადოთ ვინც უბრალოდ ლაპარაკობს ერთიანობაზე და საქმე სხვა რამეს აკეთებს მე იმაზე საუბარი მომიწევს არავის არ გეწყინო ძვირფასებო ვინც აბსოლუტურად სხვა რამეს ლაპარაკობს დახურულ ოთახებში ამაზე საუბარი მოგვიწევს ერთი მეორე ვისაც არ გინდათ ერთიანობა და ფიქრობთ რომ მარტო დაამარცხეთ ბიძინა ივანიშვილს ვერტლა გაგიმარჯვეთ კაცო ხელს არავინ არაფერში არ შეგიშლით მაგრამ ხალხმა სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მიხვდეთ რომ ვისაც შეგვიძლია ერთმანეთის მიმართ ხელი ჩაკიდება და ვიღაცის ბანერებს არ გავეკიდებით იმიტომ რომ პარანოიკული რაღაცა გამოხტომები გვაქვს ან სუსის ისავართ რა ქვია დაქირავებული თუ ასე შემდეგ თუ ორი დღეა ოპოზიციონერი გახდეთ და ეხლა თურმე არ გინდა რომ მიშა სააკაშვილი იყოს პოლიტპატიმარი და მე რაღაცა ინსინუაციები რომ თურმე ნომერ პირველი და ნომერ მეხუთე არავის არაკნინეს პოლიტპატიმარია ყველა აბსოლუტურად უბრალოდ ეხლა მიშა სააკაშვილი რო პოლიტპატიმარია ამაზე საუბარი აქვს ფარცხალაძეზე ვლაპარაკობთ რუსის აგენტის დაწერილია სააკაშვილის ბრალი და იმის სანქცირებული მოსამართლე მურუსიძის გამოტანილი ბრალით ზის ციხეში ხა რა ვიცი რატო არის ვინმეზე ნაკლები პატიმარი და ვინმეზე ნაკლები პოლიტპატიმარი ხო ანუ ეს თემები და ეს დისკუსიები აწყობს ივანიშვილს სულს და ეს ხალხი ცდილობს რომ მუდმივად რაღაცა გარკვეული პროვოკაციები მოაწყოს ამ პროვოკაციებს არ უნდა აყვეთ ვისაც შეუძლია ერთად საქმის კეთება რაღაცა ეგოების გადადება ადამიანების მიმართ ხელის გაწოდება რაღაცა წყენების დავიწყებოთ ეხლა ძალიან ბევრი ვინმეზე შეიძლება იყოს ნაწყენი და გული ნატკენი და რაღაცა უსამართლოდ იქცევა და ბევრზე არგუმენტირებულად მაგრამ ვიღაცა ბიძინა ივანიშვილს შეეკრა ვიღაცამ იმის რა ქვია ბიძინა ივანიშვილის ნებით უნებლიეთ ფულს მოკიდა ხელი მათ შორის საარჩევნო კამპანიებში ოღონდ ეხლა ამაზე ხო არ ვლაპარაკობთ ჩვენ თავარი მტერი ყავს დღეს ივანიშვილი რუსული ხელისუფლება დასამარცხებელი ამიტომ თავარი მოთხოვნა რა არის საქართველოს ივანიშვილის გარეშე ერთი და მეორე როგორი საქართველოს უნდა მოქალაქეებს როგორი საქართველოს უნდა წეგარ ვახსენე ხო დილიდან უამრავი პრობლემით იღვიძებს ადამიანი ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ამაზეც გქონდეთ ადამიანებს პასუხი როგორ საქართველოში გაიღვიძებენ რუსული ხელისუფლება რო არ იქნება და ამაზე შესაძლებელია პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოებაც მათ შორის ბიზნესთან დაკავშირებით მათ შორის სამართალთან დაკავშირებით სოციალური მიმართულებით ამიტომ 3-4 ისეთი მძიმე საკითხია მოსაძებნი რაშიც გადაკვეთა იქნება და ჩვენ ადამიანებთან ერთად დავიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას და ეს ბრძოლა ოღონდ უნდა გვესმოს რომ იავარდით მოფენილი არ იქნება 100,000 კაცი რო გამოვალთ ქუჩაში მარტო სეირნობით არაფერი არ გამო მე მესმის ეხლა რომ შეიძლება ვიღაცა გაბრაზდეს აბა რა უნდა ქნათ აბა როგორ უნდა მოიქცეთ და მარბიელებს არ უნდა დაუთმოთ ჩვენი თანამოქალაქეები და ძალას დაუპირისპიროთ ძალა წამება არ არის კანონიერი როცა ადამიანის წამებას აპირებენ ეხლა არ უნდა ვაწამებინოთ ეს ადამიანები აი ბლევან აი ხელ შეიძლება ჩვენს მაყურებელსაც და მეც გამიჩნდა კითხვა აი მე რამდენჯერ შეიძლება ისმენდეს მართლა ჩვენი მაყურებელი
არა მარტო თქვენგან, ბევრი სხვა თქვენი კოლეგისგანაც, რომ რაღაცა გადამწყვეტი ბრძოლა უნდა დავიწყოთ, ეს სიტყვები გამოიყენეთ ეხლაც. ხომ აი რა იქნება მაშინ განსხვავებული მაისიდან, ასე დავსვა მკითხვას და აი რის გაკეთებას აპირებთ ისეც, რაც ვერ მოახერხეთ. აქამდე თუნდაც მთელი, არ ვიცი, აი ამ 12 წლის განმავლობაში, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში. რა სიახლე შემოიტანთ ამ პროცესში? ამას ესე ნუ შევხედავთ, იმიტომ რომ ამ 12 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა კი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან არის ოპოზიციაში და ვიღაცები 3-4 დღეა გახდნენ ოპოზიციონერები და სამოქალაქო საზოგადოების ასე ვთქვათ განწყობა რომ დარწმუნებულიყვნენ ესენი რუსები არიან 14 წელი დაჭირდა ანუნა რა ვიცი ხა მე 2012 წლიდან ვიცოდი რა ხალხი იყო რუსეთის აგენტურა რო გამოუშვეს იმიდან და ბოტასი ფარია ფარცხალაძე დანიშნეს კგბ-ს აგენტი იმათ რა ქვია პროკურორი ჩემთვის ხადი იყო მაგრამ ბოდიში მაგრამ დაჭირდა ხალხს დღესაც ალბათ დღეს უკვე ღიად ყველა გეტყვით რომ კი პრორუსული ხელისუფლება მაგრამ ეს უკანასკნელი 2-3 წელი აქამდე მივედით თორე მანამდე ჩვენს პარტნიორებსაც არ ჯეროდა გვახსოვს ხო დასავლეთის მხრიდან არ იყო ეს რწმენა რომ ესენი რუსები არიან სანამ ასე ვთქვათ ნიღაბი არ ჩამოიცდა თავიდან ბოლომდე ბიზინა ივანიშვილმა ამიტომ არის რომ ჩვენ ბოდიში ახლა 14 წელია ამ უთანასწორო ბრძოლაში ვართ კაცო და ჩვენი ოჯახები დევნილები არიან სხვადასხვა ქვეყანაში და მე დევნილები ვარ და ჩემზე ამ დროისთვისაც ახლა სისხლსამართლე საქმეც არის აღზრული ზარკუას ცემაზე კაცო გაგახსენებთ თავდამესხა საკრებულოში ამდენიმე ადა ხო ჩემზეა დღემდე არ დახურულა ეს საქმე მე გაგახსენებთ რომ რა ვიცი გამიტაცეს 27 წუთის განმავლობაში და ჩემი ჯანმრთელობა სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მადლობა ღმერთო ცოცხალი ვარ და ასეთი არის ათეულობით ადამიანი ხო ახალგაზრდები აწამეს თავები დაუხეთქეს კაცო დათო კაცარავას რა უგრეს მათი მხრიდან მკვდარი იყო ამიტომ ეხა იცი რა რამე გასაღები რომ ეხა რაღაცა ჯოქს მოვიქნევთ და რაღაცა იქნება არა გასაღები არის ერთიანობაში გასაღები არის იმაში რომ ყველა ხო ერთიანობა ნახეთ თქვენ თავად ამბობთ რომ არ გამოდის ეს ერთიანობა ვიღაცასთან არ ჯდება ვიღაცას რაღაცის კომპლექსი აქვს არის პასუხი, ამიტომ ნახე ყველაფერს თავისი დრო დაჭირდა იმასაც, რომ საზოგადოება მომზადებულიყო, რომ რუსები არიან. დრო დაჭირდა რას, იცით, 2 წლის წინ რომ პოლიციაზე რამე გეთქვა, გეტყოდნენ, რომ იცით რა, მუნდირი აცვია პოლიცია დავის. ხო აღმოჩნდა. ხო ყველამ გავიგეთ, რომ პოლიციელები კი არ არიან, მარბიელი და წამებლები არიან. ხო, ამასაც ხო კონკრეტული დრო დაჭირდა და ფაქტები. აი ნახეთ, ხო ნელ-ნელა მოვიდა. დღეს უკვე საზოგადოება მზად არის იმისთვის ყველამ და დასავლეთი კაცო, ევროპა ამბობს, რომ ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. არავინ არ ელა ბოლოს, ოდი ვინ ჩამოართვა ხელი კაცო იმას რა ქვია ყობახიძეში გამახსენეთ ეს კაცი დარბის გამუდვებით ხან ირანში მირბის ხან იმაში გარბის რა ქვია თურქმენეთში გარბის ასეთ ქვეყნებში დარბის ბოლოს ოდის იყო ევროპაში ხელი ვინ ჩამოართვა არ ელაპარაკება ოღონდ ამასაც დრო დაჭირდა თქო რა შეიძლება ერთიანობას კი ყველა მცდელობა უნდა ყოფილიყო მეც მაგალითად როგორც ამ ოღონდ პოლიტიკა და პარტიული ცხოვრება ამ ქვეყანაში არის დამთავრებული მე უნდა გავიგოთ კარგად პარტიულობა და პოლიტიკა დაბრუნდება მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი არ იქნება ქვეყანაში. ყველას მესიჯი უნდა გავასწოროთ. ვითომ არაფერი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ივანიშვილის გარეშე, რაც ნიშნავს თავისუფალ პოლიტიკურ პარტიებს, ევროპულ მომავალს და თავისუფალ არჩევნებს. საქართველოს ივანიშვილის გარეშე ერთი მესიჯით ყველაფერია გამოხატული. თორე ხა ახალ არჩევნებს რო ითხოვს ზოგი, მოიცა ივანიშვილთან ერთად? ანუ ბიძინასთან ერთად? ამიტომ მნიშვნელოვანია და ვინც არ იქნება თქო ამ ერთიანობაში, ხო? უბრალოდ მე ვთქვი რომ 1-2 კვირის თავზე თვი მაისის ბოლოდან, ხო? მომიწევს ამაზე საუბარი, რომ ერთს ლაპარაკობენ გარეთ ერთიანობა და მეორე შიგნით არიან ამრევები. იცით რა? მე ეს არ მომწონს და მე როგორ უთხრა ჩემ ამომრჩეველს? სადღა ყავს რომელიმე პარტიას ამომრჩეველი დარჩა ერთი დიდი პარტია, ეს არის საქართველოს, კაცო და ეს ხალხი კიდე ეძებს რომ ჩემი პარტიის ამომრჩეველი, ჩემი პარტია, რა პარტია ხალხო, დავკარგეთ ქვეყანა, აღარ არის პოლიტიკა ამ ქვეყანაში. ეს მანდატები გაუქმებულია, პოლიტიკა, პარლამენტი აღარ არის, აღარ დაბრუნდება უკან. ამიტომ ჯერ დასაბრუნებელი გვაქვს რუსული ასე ვთქვათ რეჟიმიდან გამოსაგლეჯია და მე კაცო ყველა გადალაწილდეს რომელ პარტიაშიც უნდა. მე მაგალითად ვინც პარტიულობაზე იწყებს ლაპარაკს დედას გეპიცები, აი ადამიანურადაც კი ძალიან ისეთი ბრაზი მიჩნდება. სუბიექტურად რო იციან, რომ აი ჩვენი პარტია, აი ჩვენი ის მართლასაცილოა, მით უმეტ მე არ ვლაპარაკობ ნაციონალურ მოძრაობას წარმოვადგენ, რომელიც ყველაზე დევნილი პარტია, საკუთარ თუ ვინმე არის დევნილი, ყველაზე დევნილი პარტია მართლა ჩვენ ვართ. თუ ვინმეს თავზე წისქვილის გქვა დატრიალებულა, ნამდვილად ჩვენ ვართ. თუ ვინმეს ყოლია პოლიტპატიმრები, ჩვენ ვართ, ჩვენ გვყავს, თუ ვინმეს, რა ვიცი, ფიზიკურად უბრძოლია, ხო, ჩვენ ვართ და ჩვენ ვამბობთ, რომ არა ძმებო, ყველაზე დიდი პარტია არის. საქართველოს ხელი ჩავჭიდოთ და ვინც არ იქნება ამ ერთიანობაში, ხო? ამიტომ მოგვიწევს ამაზე საუბარის და ხალხმა უნდა აკეთოს დიდი ერთობა. მარტო თქვენ სწორი თქვით, ის იმასთან არ ჯდება, ეს ამასთან არ ლაპარაკობს, დარწმუნებული ვარ, ესეთ პოლიტიკურ კლასს ქართულ ოცნებაზე ერთად ჩარეცხავს ქართველი ხალხი.
მე მაგალითად საერთოდ არ მაქვს პრეტენზია არც პოლიტიკოსობაზე, არც პოლიტიკური ცხოვრების შემდეგში გაგრძელებაზე. ბიძინა ივანიშვილი გადაგვაგდებინა და აი ეს ხალხი, აი ეს ლაღები, ლამაზები, ფერადები, ახალგაზრდები რო არიან, რო არ მოსწონთ ის პარტია, ეს პარტია, ზოგი სწორად, ზოგი არასწორად, რა ვიცი, ხაბეიშვილის რო არ მოსწონთ, მიშაც რო არ მოსწონთ, ვიღაცაც რო არ მოსწონთ, აი ეს ხალხი მოვიდეს ხელისუფლებაში. აი ამ ნათელმა ხალხმა მართოს, ოღონდ განსხვავებული აზრის პატივისცემა ვისწავლოთ და დევნა და ქვისროლა არ არის სწორი, რომ თურმე მიშას ბანერი რატო უჭირავს ვიღაცას, ეხლა მართლა ხო არ აკლეია ვიღაცას, კაცო. რას ქვია ეხლა, ვინმე არის პოლიტპატიმერი და მიშა არ არის, ეხლა ამის თქმა არ არის სწორი. ვინმეზე უფრო მაგარი, ვინმეზე არგუმენტები იყო შემდეგნაირი, რომ ამას ქართული ოცნების პროპაგანდა კარგად იყენებს, რომ რაღაცა თუნდაც სალომე ზურაბიშვილის უკან რაღაცა კადრებში მხოლოდ სააკაშვილის ბანერები ჩანდა ეს იმ ფონზე, როდესაც რაღაცა უფრო ახალი პოლიტიკური პატიმრები ყავს და ასე შემდეგ. აი ბევრი ასეთი ალბათ შენც წაიკითხავდი სოციალურ ქსელში, მოკლედ მართლა 2 დღეა განხილვის საგანი არის ეს სააკაშვილის ამბავი რა. ხო, ანუ რა უნდა გვესმოდეს, იცი, ვისაც ყველაზე მეტად აშავებენ, ესე იგი ის იმ ადამიანთან აქვს პრობლემა. ანუ დღეს რო დაჭერილი ყავთ ხალხი პოლიტიკასთან შეხება რო არ ქონიათ. ანდრო ჭიჭინაძეზე ხო გააკეთეს სიუჟეტები, რომ აი რუსულ რაღაცაში მონაწილეობდა და თურმე როგორი ცუდია ანდრო ჭიჭინაძე. აი ნახეთ რომ ეს უნდა დავიჯეროთ. აი ხა პროპაგანდას აწყობენ ესენი და მოდი არ ვილაპარაკო. ეს ხა ეს არის სწორი ხალხო? რა ვიცი 1000 სიბინძურეს უგონებენ ადამიანებს რა. მზი ამაღლობელზე ამობენ რომ სემად გებუაძე. მოდი ახლა ჩვენ ვთქვათ რომ არა თუ დაარტყა იცი რა ახლა აი მოდი დაარტყა. ეს ნორმალურია ხალხო რაზე ვლაპარაკობთ ესე იგი რასაც იტყვის ქართული ესე იგი იმედი თუ რამეს პროპაგანდირებს რა ვიცი ჩემი ქარდები აქვს მაგალითად რომ ვარჯიშობ რა იყო კოკაინი გავყნოსე თუ რამე კრიმინალი ჩავიდინე გირი რომ მიჭირავს ხელში ეს არის ისა რა ქვია პრობლემა აი ხაბეიშვილი კაცო ეგ ვარჯიშობს მაგაზე პროპაგანდას ააგებენ მოდი ეგ ხა მართლა ნორმალურია ეგ სადისკუსიოა საერთოდ მზი ამაღლობეზე არ შემიძლია არ თქვა იმას მაჩალიკაშვილს ეწერა თუ არ ვწები და უნდა ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვა არ არსებობს დამოუკიდებელი საქართველოს არ მახსოვს მე არ მახსენდება რომ კაცს ეჩივლოს ქალისთვის კაცი ერქვას პოლიცია თანამდებობის პირს ეჩივლოს ქალისთვის ხელი დამარტყო და ის ქალი ციხეში ჩაისვათ არ არსებობს არათუ საქართველოს კავკასიაშიო მართლა ეგრეა მანახეთ კაცი თანამდებობის პირი ოდესმე რომელიმე ეპოქაში ქართველმა კაცმა რო წაიკნაბლა რო აი ეს ცემაო ქალმაო და ის ქალი მე ციხეში დაატუსაღეს აი ეგეთი ფაქტი გამახსენეთ და ესეთი ლაჩრები და არაკაცები მე კაცობაზე აი ზარქუასნაირ ტილიანს მართლა აი იმ წინკლიანს კითხეთ აი ჟურნალისტმა კითხეთ კაცურია ირაკლი თანამდებობის პირი რო ტირისო იმანო დამარტყაო ხო და არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო ბოდიში და შეახვარო შენ როსცემეს ასობით ახალგაზრდა და თავპირი დაალეწეს მოიცა იქ ერთი კაცი არის დაკავებული ვინმე ერთი კაცი არის დაკავებული დავით კაცარავა რო აი სიკვდილამდე მიიყვანეს ერთი კაცი არის დაკავებული და ეგეთ ქვეყანაში პირადად შენ ლევან შენ რა ნაკლები გიქნეს არ მინდა ჩემ თავზე ვილაპარაკო ხარებასნაირებს იმას რა ქვია საპატრულო პოლიციის და მილერი და რაგვარია ის მავიწდება სულ ბინაროაჩ მემანიშვილი გოგა ბინა მემანიშვილი ბინებსოჩუქნის ივანიშვილი აქციების დარბევის არ შერჩებათ ჯიგრებო არ შეგჩებათ ის კი არა ეხა მე ფიზიკურად და რაღაც არა ახალგაზრდების ცემეთ და ამ ყველაფერს უყურებდით ბიჭო ხალხს როგორ აწამებენ და თქვენ ლაპარაკობთ კაცობაზე ქვეყანაზე პატრიოტიზმზე ყველაზე დიდი ნაგვები ხარ და ეკლესიაზე ლაპარაკობენ ნიკორწმინდაში 2 წელია წყალი ჩამოდის გელაც რა უკნეს დაანგრიეს სუწყალი ჩამოდის სვეტი ცხოველში წყალი ჩამოდის ჯვრის მონასტერი განადგურების პირას არის ესენი რომელი ეროვნულობაზე ლაპარაკობ ხალხო ანტისახელმწიფოებრივი ანტიეროვნული არც ქრისტიანობა იციან ამათმა არც რელიგია არიციან ყველაზე ანტირელიგიული ხალხია LGBT პროპაგანდას რო ეწევიან სავსეა LGBT-ებით ქართული ოცნება სავსე დედასგებისები მართლა ეგრეა ოღონდ მე არა მაქვს კაცო პრობლემა რაც უნდათ ის უქნია ოღონდ ჩვენ აქით რო თქვენ არ მოგიდგენიათ რომ აქით აბრალებენ აი ხა იმის პროპაგანდა ყველაზე დიდი პროპაგანდისტები ყველაზე დიდი ამ რაღაცის რეკლამის გამკე ეგ ხალხია
ეგ ხალხია დაწყებული იმით, რა ქვია, ოხანაშვილით გაგზელებული კალაძით. ეგენი არიან მთავარი LGBT-ის პროპაგანდისტები. მთავარი ხალხი ეგ არის. მაგრამ ტელევიზორში ჩართავ თურმე ვიღაცას ფერადი დროშა უჭირავს, ხო. და ყველაზე დიდი ბინძური ხალხი არიან ეგენი. მამაოებს ეგენი უსმენენ, ქართულ ოცნებას, მამაოებს ეგენი უსმენენ, პედაგოგებს ეგენი უსმენენ, პირას ცხოვრებაში ეგენი ჭრიკებიან და მერე იწყვიან რომ აიო ჩვენო ეკლესიურები ვართო. ქრისტიანობაში და მართლმადიდებლობაში საწერია წამება, საწერია ეკლესიები რომ უნდა ინგრეოდეს. საწერია ქალი ბიჭო ციხეში როგორ გამოკედეს გებუაძის წირილი ვნახე, გამც ამ ადამიანთან რაღაცა თავის დროზე რაღაცა კომუნიკაცია რომ ქონდა დედასგებიცები მენერვიულება. სამარცხვინო სრულიად სამარცხვინო კაცია. არ არსებობს, აი კითხეთ, აი ხო ვაშკაცობა, ალუდა ღუდუშაურს თუ აგვარია, ვინც არის. კითხეთ, აი თუ არსებობს პრეცედენტი, რომ თანამდებობის პირს ეკნავლოს, რომ ქალმა მცემა და ის ქალი ციხეში გამოკეტეს. ერთი ფაქტი გაიხსენონ. კი ბატონო ლევან და აქვე მაყურებელს ვეტყვი რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ესე ცოტა სხვა ამბავია, მაგრამ უმნიშვნელოვანესია. უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზელენსკი მიემგზავრება თურქეთში პუტინთან შესახვედრად და მოკლედ საინტერესო პროცესები გველოდება აი ამ კუთხითაც. ლევან, ისევ მინდა დავუბრუნდე აი შენს განაცხადს, გავიგე რომ რაღაცა მაისის ბოლოდან, ეხლა რაღაც პერიოდი კიდე გადახედავ და მაისის ბოლოდან ესე თქვა რაღაცა მხილებას დაიწყებ იმ ადამიანების, რომლებიც შიგნით სხვას ამბობენ შეხვედრაზე და გარეთ საერთოდ სხვას ლაპარაკობენ, მაგრამ აი ამის გარდა რას ვნახავთ ახალს, ლევან, ეს აინტერესებს საზოგადოებას, როდესაც ამბობ, რომ აი გადამწყვეტ ბრძოლაში შევდივართ, აი რა არის ეს, რას ვნახავთ განსხვავებულს თუნდაც? ეს არ არის, ანუნა, ეს აი ლევან ხაბეიშვილს მოიფიქრებს, ეს არ არის, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი, რომ წევთ წინააღმდეგობას, არ წევთ ვეგუებით, გადავდივართ იმ რეჟიმში, რომ შემგუებლობა ხდება ამ ყველაფრის, რომ აი მაინც ახლა არაფერი არ გამოვა, მე ვფიქრობ ასე და მე 2 კაცით ვიქნები, 3 კაცით ვიქნები, 5 კაცით ვიქნები, გავაკეთებ და ვიბრძოლები ისე, როგორც მიმაჩნია სწორად. ვიღაცას იტყვის, რომ ეს სწორია, ვიღაცა იტყვის, რომ ეს არა. რა მიგაჩნია სწორად, ლევან, ეს გითხარი. მე ამაზე დიდი დროის დახარჯვას კი არ ვაპირებ. უბრალოდ უნდა ითქმევა რა. ეხლა რა ვიცი, ვიღაცა ლაპარაკობს ერთს ეთერში და დახურულ კარს მიღმა ლაპარაკობს მეორეს, ან მოქმედებით აკეთებს მესამეს. მოგვიწევს მაშინ ამაზე საუბარიც. იმიტომ რომ ეხლა რაღაცა ძიმე ბრძოლაში შევიდეთ და ვიღაცები კიდე გაპრანჭულად იარონ და მე მაგარი ვარ და მე პირველი ადგილი და მე მეორე ადგილი. რა დედლაინია ეს მაისის ბოლომდე, ლევან, რატო უფრთხილდებით, რა ვიცი, რატო ეფერებით, თუ სათქმელია თქვით. ჩვენი ბრძოლის ხაზი გადიოდეს იმაზე, რომ რეჟიმს ასე მარტივად ვერ დავამარცხებთ. ბოდიში თქვენი ხმა გაწყდა. გესმის ახლა ლევან, ჩემი გესმის? ხო და ნახეთ აი მაისის ბოლომდე რატო ელოდები, რატო უფრთხილდებით თქო, თუ არის უკვე სალაპარაკო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვით ახლა არა, რესურსი არის ამოსაწორი, ანუ ესე არ შეიძლება. ხო ეხლა ადამიანზე თქვა ვიღაცა შეიძლება გითხრას, არა ძმაო, მე ამის თანამონაწილეობა მინდოდა. ამიტომ ყველას აქ ჯერ კიდევ დრო თქო რა, იმიტომ რომ ხო უნდა დამჯდარიყვნენ დამსხდარიყვნენ პოლიტიკური ლიდერები და აი ერთობლივად დავგეგმოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. სამწუხაროდ ესეთი ფორმატები, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშა პროცესი იქნება, სამწუხაროდ არ არის თორე საგარეო მიმართულებით პოლიტიკურ პარტიებს აქვთ თუ არა წარმატება? აქვთ. მათ შორის ამ ადამიანებმა მანდატი დატოვეს. ეხლა დაუფასებლობაც არ შეიძლება. იცი რა? 14000 ლარიან ხელფასზე ამ პარლამენტარებმა თქვენს უარი კაცო, ეხლა განა დასაფასებელი ადამიანები არ არიან. ესენი პატივსაცემი ხალხია და ესე ერთი ხელის მოსვლით ამ ადამიანებზე აუგად არ უნდა ვილაპარაკოთ. თუმცა თქო, სხვა ეტაპზე მოგვიწევს გადასვლა. სხვა ეტაპს გულისხმობ იმას, რომ აი მაგაი სასახლესთან, სადაც უკანონო დაიშენა გომელაურმა, მნიშვნელოვანია, რომ იქ შეექმნას პრობლემა მასაც, ხარებასაც, სულუკიანსაც, აი ამ იმას რა ქვია ივანიშვილსაც, ანუ ამ ხალხს სხვანაირი ბრძოლის ხერხი დაგჭირდება. რეჟიმები ასე არ მარცხდებიან. 100,000 კაცი გამოვა თუ 200,000 კაცი გამოვა, ხო ხედავთ, მოგზდებს რომ დაგვიჭიროს, გვაწამოს და ამიტომ პასუხია გასაცემი, მიხვდით? თორე დემოკრატია რო იყოს, რამდენჯერ გამოვიდა 100,000 კაცი და ცხადია კონკრეტული რეაგირებაც იქნებოდა. უბრალოდ რუსული რეჟიმია და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ სიტყვა რუსულ რეჟიმს რო ვამბობ, თუ და გვესმოდეს იმის უკან დგას ეგრეთ წოდებული დუბინკაც, იარაღიც, ისვრიან კიდეც, ცემენ კიდეც, ატერორებენ კიდეც, ეხლა მეტი რა უნდა გააკეთო, რასაც ესენი აკეთებენ. ასობით ადამიანს ციხეში გამოკეტეს. ბატონო, აი ლევან, დაუშვათ გომელაურის სახთან რომ მიხვალთ, კალაძის სახთან რომ მიხვალთ, არ ვიცი, ივანიშვილის სახთან რომ მიხვალთ. რა შეცვლის ეს რაღაცა, ანუ უფრო არ ვიცი, ანუ რა ჩანაფიქრიდებს ამაში დაუშვათ, რომ აი მიხვედით გომელაურის სახთან. არა, მნიშვნელოვანი იქნება,
მათ უნდა კონდეთ პირადი პრობლემა და არა რუსთაველიძე აქცია არის უმნიშვნელოვანესი და ეს ხალხი აკეთებს გმირები არიან ვინც აი ახლავს რუსთაველიძე დგას კაცო ოღონდ სხვადასხვა ფორმებია მისაცები და ხალხთან არის ასევე სასაუბრო როგორი საქართველო იქნება ორი ამბავია ხო პირველი მოთხოვნა არის საქართველო ივანიშვილის გარეშე რაც გულისხმობს აი იმას რაც წეგან ჩამოთვალე და მეორე როგორი საქართველო უნდათ ამისთვის თუ ამის გარშემო ხალხი გაერთიანდება მე ერთი რიგითი ადამიანი ამაში მონაწილეობას მივიღებ ხმლით იქნება, ფარით იქნება თუ საჩხუბარი იქნება თუ საბრძოლი იქნება თუ სამხელი იქნება თუ რუპორი იქნება დასაჭერი. მე ამას გავაკეთებ. უბრალოდ უნდა გვესმოდეს რომ მოქმედებაზე ვართ გადასასვლელები და მათ შორის უნდა ვიცოდეთ ისიც რომ ისინი თავს დაგვესხმევიან. ყველა ჯერზე დაგვესხმევიან. ახლა ვიღაცა იკითხავს ლევან, აქამდე რატო არ გადახვედით მოქმედებაზე? არა, იცით რა არის, მე ასე არ ვიტყოდი რომ აქამდე მოქმედება არ იყო, მათ შორის ის რა ქვია, რაც ხდებოდა ნოემბრის თვეში, კი მოქმედება იყო სწორი, აბსოლუტური და როცა ჩვენ გვყავდა, ასე ვთქვათ, შეტევაზე იყო ხალხი და აქციები და 200,000 კაცი გამოდიოდა პარლამენტის წინ, მათ ძალიან უჭირდათ. მეხუთე, მეექვსე დღეს ამოისუნთქეს და იმიტომ შევარდნენ სხვადასხვა ოფისებში და დაიწყეს ადამიანების დაჭერა. თორე ხო რა ვიცი, ანუ ესეც გააკეთეს იმიტომ რომ უკვე ფაქტობრივად გაძლება მათთვის შეუძლებელი იყო. ყველა დღე ვამბობდით 5-6 დღე უნდა ამ ხალხმა გაიტანა 5 დღეს, 6 დღეს და მერე უკვე დაიწყეს დაჭერები. დაჭერები რო არ დაწყებულიყო, მათ უკვე ფაქტობრივად წაგებული ჰქონდათ. ისინი წააგებდნენ. კი, საქართველოს პარლამენტი ეკუთვნის მის აღმეტებულება ქართულ ხალხს და მერე ჩვენ გვეშინია ხოლმე. ეხლა იმედი იტყვის, აი სიუჟეტი ქონდათ 20 წუთიანი, ხაბეიშვილმა თქვა რომ აი ძალადობა რაღაცა მოიცა ძალადობრივი გზით კონსტიტუცია უკვე გადაატრიალა ოცნებამ, როცა ევროპულ მომავალზე უარს ამბობს, როცა მიიტაცა არჩევნები. კონსტიტუციიდან ეს ხალხი გასულია. ვინ აღიარებს ამათ? ეხლა ზარკუა და ვოლსკი რო აღიარებს მარტო იმის გარდა ვინ აღიარებს? ანუ თუ ზარკუა, ვოლსკი და ვიღაცა ფრიდონ ინჯი აღიარებს, ესე იქ ხელისუფლება? არ არის ეს ხელისუფლება, ესენი არის ძალით, აი გომელა მაგნიცკის-სიაში მყოფი ძალადობრივი მარბიელი გომელაურ ხარებას ხელი და აი ვიღაცა პოლიციის ფორმაში გადასვლილი კრიმინალების ხელით ინარჩუნება. კი ბატონო, და კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით მინდა ლევან დაგისვათ. კითხვა ეს ეხება უშუალოდ თვითმმართველობის არჩევნების საკითხს. გახარიას გუნდი აღმოჩნდა სხვათა შორის პირველი მერცხალი, ვინც ღიად თქვა, რომ ისინი არც ერთ არჩევნებს არ ვუცხადებთ ბოიკოტს და თვითმმართველობის არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობასო. თქვენი პოლიტიკური პარტიის პოზიცია მე ვიცი, თქვენ რაღაც მკაფიოდ არას ამბობთ ამ პირობებში არჩევნებში მონაწილეობაზე. სხვები ამბობენ რომ რაღაცა სიტუაცია გვაჩვენებს და ასე შემდეგ. შეკითხვა მაქვს ასეთი. აი თუ აღმოჩნდით ისე რომ 4 ოქტომბერში მოცემულობა არის ესეთნაირი რომ პროტესტი კვლავ გრძელდება ქუჩაში, რაღაცნაირად ეს მეგობარი აქტის რაღაცა საბოლოო ჯამში მიღებაც გაჭიანურდა. კვლავ ისე ვართ, მოკლედ ესე ვთქვათ, როგორც დღეს ვართ და რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. როგორი იქნება ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის პოზიცია? იცით რა, მე ნათელხილველი არ ვარ და წინსწრებით რაღაცებზე ლაპარაკი არ მიყვარს და არასწორია პოლიტიკოსების მხრიდან ამაზე კომენტირება. ჩვენ თუ უკვე ვამბობთ, რომ უკვე დამარცხებულები ვარ და ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით, ეს უკვე პრობლემაა. შეიძლება მოგვიწიოს პირობითად, რომ ოქტომბრის მერეც მოგვიწიოს ბრძოლა, იმის მერეც მოგვიწიოს ბრძოლა და გაგრძელდეს. ოღონდ აქიდანვე რომ შეგუებული ხარ, ხელები ჩამოშებული გაქვს და აი ეხა არ ვიცი იქ ამის განხილვას ვიწყებ, პრობლემაა. ამის განხილვას კი არ უნდა ვიწყებდეთ. მაისის თუ ისეთი მოცემულობა მივიღეთ თქო რომ არ ვიცი, აი სამი პარტია დაუშვათ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, თქვენ რას აპირებთ თქო? არა, მე წარმომიდგენია რომ არ უნდა გაგრძელდეს ამდენი ხანი ეს ხელისუფლება. ოღონდ შეიძლება რუსული რეჟიმი შეიძლება და რო გაგრძელდეს ლევან, რატოა პრობლემა რომ განვიხილოთ ყველანაირი ვერსია, რატოა ეს პრობლემა? რო გაგრძელდეს ჩვენ რო არჩევნებში არ ვიღებთ მონაწილეობა? არა, ანუ ეს თქვით ეხა მოიცა რა, მართლა რა ვიცი, ვიკითხაო იმის მერე რა იქნება? ჩვენ ხო გვაქვს ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული რა. რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ, როცა ამდენი პატიმარი არის ციხეში კაცო რა. საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? ან მაისში, ივნისში რა მოხდება, ვიცით, ივლისში რა მოხდება? ვიცით, თქვენ გონიათ რომ რა პრობლემა ხელისუფლებას პრობლემა არ აქვს. მეგობარებთან, სანქციებთან დაკავშირებით, ამერიკელების დამოკიდებულება, თქვენ გონიათ რომ მათთვის პრობლემა არ არის, უდიდესი პრობლემაა. იგივე აგერ მაგალითად თურნავას დავალებით მუშაობენ Mastercard-ის, ანუ ასე ვთქვათ, ამ იმის ჩანაცვლებაზე და რაღაცა ქართული ალბათ ბიძინა კარტ შემოიღებენ, რომ ეს სანქცირებული ფული საქართველოს ატრიალონ, იმიტომ რომ იმდენი სანქცირებული ადამიანია უკვე ამ ქვეყანაში, რომ პრობლემა აქვს დოლარის გადარიცხვა, გადმორიცხვის და ასე შემდეგ. იმიტოა ბიძინა ივანიშვილი ლილუაშვილს ატო ეცა პირდაპირ, რომ ფული მომიტეხეო ძმო, აქ იმაში რა ქვია, ვანო ნაკაიძესთან ერთად ნავთობში რო ფულს აკეთებდიო, ფოთის პორტში ჩხარტიშვილთან ერთად ფულს რო აკეთებო, რკინიგზაში ფულს რო აკეთებო.
მოიცა პრობლემა და სად არის ძმაო ფულიო და წილი მოითხოვა იმ კაცმა ქეში დააკდა ქეში ეს დოლარის პრობლემა აქვს მიმოქცევის იმას ბიზინა ივანიშვილს და კიდევ უფრო დიდი პრობლემა ექნება ხვალზე იმიტომ ეხა მშიერი მგელივით არის გამოსული და ლილუაშვილს გადახედა გადმოხედა და ბევრი ფული ტყდებოდა ძმაო კოლცენტრებიდან ფული სად არის ძმაო გრიგოლ საცაიღი ამდენი ფული ეგ მოთხოვეს იმიტომ დააპანგურეს გრიგოლ ლილუაშვილი აბა რატო გააგდეს რა გონიათ ფული სად არის ძმაო ეს შავი ფული რო ტრიალებდა ნავთობში სანქცირებული რო ნავთობი რო გადაქონდა ჩემთანო იმ აკვია სემიჩკის ფასი მოქონდა ეგრე არ არის ძმაო დიდი წილები უნდა ბიზნეს ქეშით უნდა უკვე ფული სანქცირებული ოქრო რო შემოდიოდა მე სადავა რაღაცა 5% რო მომიგდებ მე ანუ ნახეთ დიდი პრობლემა აქვს შიგნითაც და მე ხა განვიხილო ის როდი ოქტომბერში რა არჩევნები იქნება ამ პირობებში კაცო მე მაინტერესებს ამ ხელისუფლების გაგდება პანგური და აი ეგ მაინტერესებს და ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს დაგვიჭერენ არ დაგვიჭერენ მოვიგებთ ამ ბრძოლას აბა მაშინ დავნებდეთ და ჩაუბარდეთ რუსეთს ორი თვის მერე რო ლაპარაკობთ ორი თვის მერე კიდე რამხელა პრობლემა ექნება ამ სახელმწიფოს ჩინური ბანკის შემოყვანა რა უნდა და თურნავასო დაატარებდა რუხაძე ყიდიდა ლიბერტი ბანკს და ვერ გაყიდა თუ არ ვწდები იმას იმ ჩინელებმაც არ იყიდეს თუ დავაყავდათ რატო იმიტომ რომ რუხაძეს აგერ ხვალზე სანქციები ელოდება გიჟებივით არიან ეს ქონებები საწაიღო სად გადამალონ არიციან კალაძე შეხედეთ მოსიარულე მისვალებულია რო დადის ეხა იტალიაში რო ვერ ჩავა თმების შესაკრეჭად და იმაში უნდა იაროს ირანში თქვენი აზრით მოსწონს კალაძეს და მის ოჯახის წევრებს ერთი სული აქვს ალბათ ამ ყველაფრიდან გავიდეს იმდენი მილიარდი აქვს ნაშოვნი მაგრამ ვინ გაუშვებს კეფაში აქვს ჩავლებული ბიზინა ივანიშვილს ხელ და აბა სადმე გაინძრეს და ყველაზე მე გამოცდის ხოლმე აბა ყველაზე რუსული განცხადება რო არის აბა კახი გააკეთოს კახის გამოვა გააკეთებს რომ ყველა დღე უნდა დაუმტკიცოს ერთგულება თორე ბიჭო რა ის შახინი და რიშია კალაძის შესაძაფასებელი გდანში ეგერ შახტაში მაშინ ბავში ჩავარდა ლიფჩი ეგ არის მაგის საქმე რომ ეგ არ ჩავარდეს მაგის საქმეა რომ ბავში დოკემთან რომ მოკდა ეგ არ უნდა მოხდეს ეგ არის მაგის საქმე გზაროა დასაგები საწო ეგ არის მაგის საქმე რო გამოდის ენა რო წაუგდია მხარზე და ტლიკინებს შახინ და რიში რა კალაძის გასარჩევია სამტრედიელი კალაძე რატო განიხილავს რიშ და შახინს და ამერიკის პოლიტიკას სასაცილო არ არის წავიდეს ბაბუა მისი განიხილავს და ბაბუა მისი გაარჩიოს სამტრედიელობა არაფერშვაში არ არის ნამდვილად კალაძის სამტრედიელობა კაცო მე ჩოხატაურელი ვარ ეხა ყველაზე ნაკლებად ეხა მე მეკუთვნის ეგ რეპლიკა ანუნა ჩოხატაურელი ვარ და თუ ვინმე რამეს იზარდეს დავიცი ხაზგასმა არ არის რაღაც ძალიან თუ ვინმეა რატო არ არის კაცო სამტრედიე კალაძეს რა ესაქმება რიშთან და შახინთან კაცო დედას გაფიცე მართლა მითხარი ვინ ეკითხება ბიჭო საერთოდ რა შუაშია ეს კაცი გლობალურ პოლიტიკას რო განიხილავს დედაქალაქის მერია და წავიდეს იმ საქმეს მიხედა და არა იმიტომ რომ სამტრედიელი არამედ იმიტომ რომ სხვა თანამდებობა არა ლევას რა უნდა კაცო წავიდეს რა სამტრედიაში ნაკლები პრობლემაა დედაქალაქის მერე თუ რამის მოგვარება უნდა იმ სამტრედიაზე ილაპარაკოს თავისი აქტივისტები რო გაიცნენ ეგერ ჯერ ნაციონალებს რო ხვდებოდნენ და მერე ამერიკაში ნაციონალების საბუთით პოლიტიკურ თავშესაფარს რო ითხოვენ ეს ხალხი ამ ხალხს მიაგზავნის კაცო ყურადღება